საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები გაიზარდა დღეიდან საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებული საერთო სატრანზიტო კონვენცია ამოქმედა. საზღვრის კვეთის გამარტივება საგრძნობლად შეუმცირებს დროსა და ფინანსურ რესურსს ევროკავშირის, საქართველოსა და დეკლარაციის სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებს. დღეიდან საქართველოს საბაჟოების გავლით ტვირთის გატანა მხოლოდ ერთი სატრანზიტო დეკლარაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით ქვეყანა სრულად გადადის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაზე, რაც ევროკავშირში და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ 36 ქვეყანაში საქონლის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას გულისხმობს. ეს გახლავთ ურთიერთაღიარებული გარანტიები და საბოლოო ჯამში ყველა სხვა ბენეფიტთან ერთად გადამხდელებისთვის დაზოგილი დრო და ფინანსური რესურსი. კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან უფრო მეტად საბაჟო საქმიანობაში ვართ ჰარმონიზებული ევროკავშირის დადგენილ სტანდარტებთან და კიდევ უფრო მათი მოთხოვნების შესაბამის მომსახურებას და საბაჟო საკითხებზე, საბაჟო ფორმალობებს გასცემს საბაჟო დეპარტამენტი მომდევნო პერიოდში. ახალი რეფორმა ბიზნეს სუბიექტებს დროს და ფინანსურ რესურსს შეუმცირებს. სისტემა გადამზიდ კომპანიებს საზღვრის კვეთის გამარტივებულ წესებს სთავაზობს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ კომპანია საბუთებს ოფიციალურ უწყებასთან დისტანციურად წარადგენს, მათი თანამშრომლები საბაჟოს შეუფერხებლად გაივლიან. ეს არის კომპიუტერიზებული ერთიანი სატრანზიტო სისტემა, რომელიც აერთიანებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს ერთ ბაზაში. შესაბამისად, ტრანსპორტირება ტვირთის იქნება ბევრად უფრო მარტივი, შეუფერხებელი და ეფექტური, რაც ბიზნეს ოპერატორებს მოგცემს საშუალებას დავზოგოთ ფინანსები და დრო. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სხვადასხვა დროს პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით რამდენჯერმე ეწვია ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დელეგაცია. საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, საბაჟო ტრანზიტის სამმართველო. ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლებით გადამზადდა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი. გაცილებით გაუმარტივებს ყველა გადამზიდავს, მათ შორის ექსპორტიორებს, რომ ერთი დოკუმენტით მათ შეძლონ მთელი ამ გზის გავლა და ნებისმიერ ამ წევრ ქვეყანამდე ისე მისვლა, რომ დამატებითი ახალი გარანტიები, დამატებითი ახალი პროცედურები, ახალი დეკლარაციების და საბაჟო ფორმალობების გავლა მათ არ მოუწევთ. ჩვენ არაერთხელ გვყავდა ევროკომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად შეამოწმეს და მონიტორინგი ჩაუტარეს ამ პროცესს და შესაბამისად მათ მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად, რომ ჩვენ შევერთებოდით. NCTS-ის ახალი კომპიუტერიზებული სისტემა გადამზიდ კომპანიებს აძლევს კონვენციით გათვალისწინებულ უპირატესობებს. საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს.